წაგებასთან ახლომყოფი ომის პირობებში დაბადებული გერმანელი კაცი. ეს შეიძლება ჩავთვალოთ არა ავტობიოგრაფიულ, არამედ დოკუმენტურ რომანადაც. ძალიან კარგი წიგნია ჰოლოკოსტზე. ასეთი ამბავი გადახდა თავს გერმანიას. ცოცხლად ამობუბუისთვის გაიმეტა. მაგრამ თუ კი ის ბავშვი არ არის და თუ კი არის ებრაელი, რომელიც უნდა გძულდეს, გულგრილობა მაინც მთავარია, რაზეც დგას ყველა ბოროტება. ძალიან დრამატულ კონოტაციას შეიძენს ციგნის მეორე ნაწილში და შემზარავს რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდებით, ვუთხრათ, რომ საკმაოდ ღია ეროტიული სცენებია. პორნოგრაფიაც კი უწოდეს კრიტიკოსებმა. თვითმფრინავის ვარდნას ადარებს ამ ურთიერთობის დასასრულს. ჰანა ზოგჯერ ისე ბრაზდება, რომ კამბრითაც კი ცემ. დანაშაულის გრძნობა რომ აქვს, ამის გამოც აქვს მიხაილს დანაშაულის გრძნობა. იმის უფრო ცხენია, რომ კითხვა არ იცის, ვიდრე იმის, რასაც აკეთებდა. რისი თქმის უფლება აქვს და რისი თქმის უფლება არ აქვს. ბოროტებისთვის აუცილებელი სამივე კომპონენტი არის სახეზე. იქნებ ბერხარდ შლინკია რომანტიკოსია. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? ვერ აცნობიერებს რა დააშავა. მე არ ვაგებ პასუხს სტალინის გამო ნამდვილად. აიხმანის გარეშე არ არსებობს ჰიტლერი. ბერჰარდ შლინკის წამკითხველი.